გიორგი ახობაძე, ნიკოლოზ კაცია და ანტონ ჩეჩილი. ესენი არიან მოქალაქეები, რომლებსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების შეძენა შენახვას ედავება. მიუხედავად იმისა, რომ ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არანაირი სახის პირდაპირი მტკიცებულება, ეს არ აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის მოსამართლეებისთვის დამაბკოლებელი გარემოება და სრულად გაიზიარა მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ჩვენებები და სამივე პირი პატიმრობაში გაუშვა. ეს არის სკერი, რომელიც უბრალოდ ხარს და მე ამას ვუხურებ, მათ შორის თქვენს პროცესებს, როგორ ექცევით, ყველა ვინც მე მასამართლებს, ყველა ხელს უწყობთ იმას, რომ გამოძიება არ დაიწყოს, ყველა ხართ არალეგიტიმურები, ხართ დასანქცირებულები და კიდევ მე მაძლევ ჩენჩნას. ერთ სიმართლე არსებობს საქართველოში. და იმ სიმართლეს ვიზახი მე და თუ თქვენ განცემა გიდოთ რომ ვიტყვე ან სუჩვენებას ვიზებ რომელიც ასევე სისხლის სამართლის დანაშაულია ამის გამოძიება და დამატებითი სამი გრამის საყენება შეიძლება მაგრამ ეს პრობლემა არ შეგიძლიათ იმიტომ რომ ყველა ნაბიჯზე გარეთ თქვენ არა იმ ხალხს რომელიც თქვენ არ გქონდათ საერთოდ შეცდომები დაშვებული რომლის აღმოჩენის და იდენტიფიცირების და სასამართლოში წარმოქმნის უფლება არ მოგვიწევს. ამ საქმეში არ არსებობს პირდაპირი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს სამართალდამცველებმა ამოიღეს რაიმე სახის ნარკოტიკული საშუალება, მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გასცემს რეკომენდაციას იმისა, რომ ამ მსგავსი საგამოძიებო მოქმედებების დროს არსებობდეს ვიდეო ჩანაწერები. ამ საქმეში ასევე არ არსებობენ ნეიტრალური მოწმეები, მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ახობაძისა და ნიკოლოზ კაციას შემთხვევაში ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე მათ გვერდით იმყოფებოდნენ მოქალაქეები, რომლებსაც შეეძლოთ რომ დასწრებოდნენ ჩხრეკას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არც ერთი პირი არ დაასწრეს საგამოძიებო მოქმედებებს. ჩვენ ცალკე შევისწავლეთ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმე და იქ აღმოვაჩინეთ, რომ ყველა შემთხვევაში ნარკოტიკები იყო ჩადებული და ამას მიუთითებს ის საერთო მახასიათებლები ნარკოტიკების ჩადებასთან დაკავშირებულ საქმეებს, რომ ახასიათებს და რომლებზეც სტრასბურგის სასამართლომაც კი 6 თუ 7 ასე თქვათ გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოს წინააღმდეგ ნარკოტიკებთან დაკავშირებით ისეთივე მავნე და ასე თქვათ ანტიჰუმანური პრაქტიკა გრძელდება ამ ქვეყანაში, როგორც იყო მთელი აწლეულების განმავლობაში. თითქმის არც ერთ საქმეში არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც დაადასტურებს იმას, რომ ბრალდებულები ნამდვილად არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები, მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გახდა დამოუკიდებელი ექსპერტის პასუხი ცნობილი, ეს არის ნიკოლოზ კაციას შემთხვევა. დამოუკიდებელი ექსპერტი ამბობს, რომ ნიკოლოზ კაცია არ არის პირი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას მოიხმარს. რასაკვირველია, ეს დოკუმენტი უკვე გადაეგზავნა საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, თუმცა ეს ოფიციალური დოკუმენტიც არ აღმოჩნდა დამაბკოლებელი საქალაქო სასამართლოს მოსამართლისთვის და შესაბამისად მან პირნათლად გაიზიარა ივანიშვილის გუნდის მიერ ნაკარნახები ბრალდებაც. ნარკოპოლიტიკის გამკაცრების პარალელურად საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაახსენდა მაინც და მაინც ახლა მართლ პარტიას ნარკოპოლიტიკის გამკაცრება. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს იმას, რომ ქართული ოცნება ამ კანონპროექტს სათავისოდ გამოიყენებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის რუსული პოლიტიკის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები, ციხეში გაუშვებს. კერძოდ კი, ჩადების პრაქტიკა საქართველოში ამ დრომდე აქტიურად მოქმედებს, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იმ რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები სახელმწიფო გუნდის მიმართ სწორედ ნარკოტიკს უდებენ და ამის საფუძველზე უშვებენ მათ მრავალწლიან პატიმრობაში. ვითარებაში, როდესაც ჩვენ მიერ შესწავლილი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ცხადყოფს, რომ ხდება არასასურველი პირების, ან სამოქალაქო აქტივისტების თუ აქციის მონაწილეებისათვის ნარკოტიკების ჩადება, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ ეს ცვლილებები გამოყენებული იქნას სწორედ არასასურველი პოლიტიკურად მიუღებელი პირების მიმართ. პროტესტის სხვა მონაწილეების მსგავსად ალბათ ამ შემთხვევაშიც საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები სწორედ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომლის მოსმენაც არალეგიტიმური ხელისუფლების წევრებს სურს, რადგან ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვნახეთ არაერთი სისხლის სამართლის საქმე, რომელთა მიმართებაშიც არ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულების დანაშაულს დაამტკიცებდა, თუმცა ამის მიუხედავად მოსამართლეები მაინც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუხარდებათ. ჩვენთვის რასაკვირველია
საინტერესოა თქვენი აზრით თუ რას ფიქრობთ, რატომ გაახსენდა ქართული ოცნების არალეგიტიმურ ხელისუფლებას დღეს კანონპროექტის გამტკაცება, მაშინ როდესაც უამრავი ადამიანი ქვეყნის მთავარ გამზირზე და არა მხოლოდ ქვეყნის მთავარ გამზირზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებს.